მოგესალმებით ყველას. მე ვარ დავით სვარიანი. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დღეს ჩემს სტუმარია ლანა გიორგიძე. ჩვენ წინა საუბრის დროს ძალიან ბევრი საკითხი დაგვჭა, განუხილველ და ვერ ამოვწურეთ ერთ საუბარში, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ კიდევ გვესაუბრა სამგზავრო სავარძლების შესახებ. ლანა, მოგესალმები, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით და მადლობა რომ კვლავ დაგვითმეთთ, რომ ამ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრა. თემა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი ალბათ არის, როდესაც ჩვენ მშობლები გვისმენენ, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მათ უჩნდებათ, ალბათ არის სამგზავრო სავარძლის ფასი. ჩვენ ალბათ დაგვეთანხმება ყველა მშობელი იმაში, რომ უსაფრთხო მგზავრობა კარგია, რა თქმა უნდა კარგია, როდესაც ბავშვი მგზავრობს სავარძლით და დაცულია, ალბათ ამაში არაფერი წინააღმდეგობა არ იქნება, მაგრამ მე შეიძლება თქვან, რომ კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ აი ფასი ცოტა ძვირია. და მე როცა ჩვენ საუბრობთ, მე ვიცი, რომ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა თქვენი მოსაზრებები გაქვთ და თქვენ გქონდათ რაღაცა ინიციატივაც პარლამენტში წარდგენილი, რომელიც გარკვეულწილად კანონმდებლობის გამკაცრებას ეხებოდა, მაგრამ ამასთან ერთად როგორც ვიცი, სხვა ინიციატივებიც გაქვთ და ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ცოტა ვისაუბროთ, რომ მშობლებისთვისაც გასაგები გახდეს, რა იგეგმება და თუ გამკაცრდება, რა გეგმები გაქვთ და რა ინიციატივებით გამოდიხართ. დიახ. საქართველოში, როგორც ვიცით, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფასიანი ბრენდები, რომელიც არის სერტიფიცირებული, მათი ფასი 100 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე მერყეობს. რა თქმა უნდა, ბევრი მშობლისთვის 100 ლარიც შეიძლება იყოს კითხვის ნიშანი, როგორ შეიძინოს ეს 100 ლარიანი სავარძლი, როცა სხვა საჭიროებები აქვს მას და ბავშვისთვის ზრუნვისთვის სჭირდება ძალიან ბევრი ნივთი თუ სხვა რამ. ამიტომ ხშირად მოგმართავენ, რომ იქნებ როგორმე დამეხმაროთ, რომ უფრო ნაკლებ ფასად შევიძინო. სწორედ ამან დააბადა ეს ინიციატივა, რომ თუ სამგზავრო სავარძლებს ექნება დამატებითი ღირებულების გადასახადი არ ექნება, ანუ სახელმწიფოს დაწესებული და შემოიტანს კომპანიები ამას სახელმწიფოს გადასახადების გარეშე არ დაიბეგრებიან, მაშინ შეუძლიათ, რომ თვითღირებულებასთან ძალიან ახლოს დააწესონ ფასები და მშობლებისთვის მისაწვდომი გახდეს სამგზავრო სავარძლები. რა თქმა უნდა, 0-დან 13 კილოგრამამდე სამგზავრო სავარძლის ფასი ისედაც მისაწვდომია, მათი ფასი 100 ლარიდან იწყება, მაგრამ უფრო შემდგომი კატეგორიის სავარძლები შედარებით უფრო მაღალი ფასი ღირს, 300 ლარი, 400, 500 და ასე შემდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ძალიან მნიშვნელოვნად გააიაფებს სამგზავრო სავარძლებს და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, რომ აღარ იფიქრონ ამაზე ბევრი და ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებლად შეიძინონ სამგზავრო სავარძლი. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, ჩვენმა ფონდმა, ელის ფონდმა ეს წარადგინა პარლამენტში, ამასთან დაკავშირებით კომიტეტსაც იყო მოსმენა, მათ დაესწრო ჩვენი წარმომადგენლები, თუმცა საპარლამენტო მოსმენები არ ყოფილა და კანონი არ მიგვიღია, ანუ ისევ გვაქვს ის მოცემულობა, რომ კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ ბავშვებს არ მოითხოვს, რომ ბავშვი იჯდეს სპეციალურად სამგზავრო სავარძლში. იქ წერია, რომ 3 წლამდე ბავშვი შესაძლოა იჯდეს სამგზავრო სავარძლში, ან 16 წლის, ან უფრო დიდი ასაკის მოზარდის მუხლებზე. ანუ ეს კანონი იმპერატიულად არ მოითხოვს, რომ ბავშვი იჯდეს სამგზავრო სავარძლში. ამასთან საუბარია 3 წლამდე ასაკის ბავშვზე და არა შემდგომ ასაკის ბავშვზე და ჩვენ ვიცით, რომ 0-დან 12 წლამდე აუცილებელია სამგზავრო სავარძლის გამოყენება. ანუ კანონში ეს ჩანაწერი მიიჩნევს, რომ 3 წლამდე ბავშვზეც არ ზრუნავს სათანადოდ, მაგრამ 3 წლიდან 12 წლამდე ბავშვის სიცოცხლეზე, რა თქმა უნდა, ეს კანონი არ ფიქრობს და არ ზრუნავს. ესეა, რომ 3 წლამდე ბავშვთან დაკავშირებით რაც წერია, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ წერია, იმიტომ რომ წერია, რომ შესაძლოა ასე იყოს და ისედაც შესაძლოა რომ ასე იყოს. 3 წლიდან 12 წლამდე ბავშვისთვის პრაქტიკულად არაფერი არ წერია, ხო, როგორც მესმის ხოლმე. ნამდვილად გამოსასწორებელი საკითხია. კანონმდებლობის საკითხი ეხება სამგზავრო სავარძლს, რომელზეც თქვენ გაქვთ ახლა საუბარი. მაგრამ კანონმდებლობის გამკაცრება ზოგადად ბავშვის მანქანაში ქცევასთან დაკავშირებითაც მე მგონი აქაც ცოტა პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ ბევრი ვიდეო გვინახავს ალბათ სოციალურ ქსელებში
ბავშვები წინა სავარძელზე, რომელიც ნუ ხა სამგზავრო სავარძელს დიდად არ ეხება, მაგრამ ბავშვის მანქანის და მგზავრობის და უსაფრთხოების საკითხებს ნამდვილად ეხება. ჩვენ ამაზე გვისაუბრია ლანა და ძალიან ესეთი კინოური რაღაცებიც გითქვამთ ჩემთვის და ერთი-ორი სიტყვით რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გავაჟღეროთ, რომ ერთის მხრივ კანონის დარღვევასთანაც გვაქვს საქმე, როგორც ფაქტია და მეორე მხრივ ბავშვის უსაფრთხოება ძალიან ისე ვლახავთ და ამაზე რომ თქვენი მოსაზრებაც მითხრათ და ის პატარა ისტორიას თუნდაც გავიხსენოთ, რაც მითხარით. 0-დან 12 წლამდე ბავშვი უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე, სპეციალურად შერჩეულ სამგზავრო სავარძელში. თუმცა ვხედავთ, რომ ბავშვების ხედან წინა სავარძელზე ზოგჯერ მძღოლის კალთაშიც და საჭეს მართავენ და ძალიან ბევრი მშობელი გვინახავს, რომ ამას სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი შვილი მართავს ავტომობილს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს კიდეც კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვის წინა სავარძელზე ჯდომას. მაგრამ ერთია რომ კანონი გვაქვს და მეორეა აღსრულება ხდება თუ არა ამ კანონის. და არ ჯარიმდებიან ეს მშობლები, არ გვაქვს ასეთი ფაქტები, შეიძლება ერთეული ფაქტებია, მაგრამ მასიურად ესეთი რამ არ ხდება, ამიტომ გათამამებულები არიან უფრო და ბავშვებს თამამად სვამენ წინა სავარძელზე, ზოგჯერ მძღოლის კალთაშიც. სწორედ ამას მოსდევს ძალიან ბევრი ფატალური შედეგიც გვსმენია ამის შესახებ. ერთ-ერთი იყო უახლესი შემთხვევა, გორში მოხდა, როდესაც მამა მართავდა ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში, მას ბავშვი მუხლებზე ჰყავდა და ეს ფაქტი ფატალურად დასრულდა. სწორედ ამიტომ ეს რომ არ მივიღოთ ეს შედეგი, აუცილებლად უნდა დავიცვათ კანონის, რაც გვაქვს და რაც კრძალავს, რომ ბავშვი წინა სავარძელზე არ იჯდეს და რა თქმა უნდა სამართალდამცავების მხრიდან უნდა მოხდეს რეაგირება და კანონის აღსრულება. მედიამ ასევე ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოს მშობლებს და არ უნდა წაახალისოს ის ნაბიჯები, რომ ბავშვი მართავს ავტომობილს და არასრულწლოვანი ზის საჭესთან. ამის წახალისება გვინახავს რამდენიმე შოუში, გასართობ შოუში და ვფიქრობთ, რომ ეს არის არასწორი, რადგან როდესაც კანონი არ კრძალავს რომ არ მოითხოვს, რომ ბავშვი სამგზავრო სავარძელში იჯდეს, როდესაც საქართველოში ბავშვი სადაც დაუცველია, ამის მედით წახალისება ვფიქრობ, რომ არასწორია. და პირიქით, მედიამ უნდა აჩვენოს თუ და მიუთითოს მშობლებს და ინფორმირებას შეუწყოს ხელი, რომ ბავშვები წინა სავარძელზე არ უნდა ისხდნენ, ბავშვები არ უნდა მართავდნენ საჭეს და ბავშვები აუცილებლად უნდა ისხდნენ სპეციალურად შერჩეულ სამგზავრო სავარძელში. სწორედ ეს არის ჩვენი თხოვნა მშობლების მიმართ, რომ უფრო გულისყურით მიუდგენ ამ საკითხს და იფიქრონ უსაფრთხოებაზე. ძალიან ბევრი ფოტო მინახავს სოციალურ ქსელში, როდესაც ბავშვი წინ ზის ან ზოგჯერ საქარე მინასთან არის გაწოლილი და ეს იმდენად შემაშფოთებელია ბავშვის უფლება, რომ ის უსაფრთხოდ იყოს, ესეც ირღვევა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვიდეო აღმოვაჩინეთ, ჩვენო ორგანიზაციამ გაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ვიდეო, რომ რეაგირება მოეხდინა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მათ დაუკავშირდით და მოვიკითხეთ, რატომ არის ეს ვიდეო კვლავ სოციალურ ქსელში, თუ რეაგირება მოხდა მშობელმა, მაგალითად, რატომ არ წაშალა, იმიტომ რომ ამის გაზიარება ხდება, ტაშს უკრავენ მშობლები, ანუ ამას აღნიშნავენ, რომ რა კარგია წინ ზის საჭესთან ზის ბავშვი მართავს და ამას ძალიან ბევრი მოზარდი ნახულობს, მშობელი ნახულობს და თითქოს წაახალისებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ რეაგირებას მოახდენენ და დააჯარიმებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ვიდეოს აღებასთან და არაღებასთან დაკავშირებით ისინი რაიმე კუთხით ჩაერევიან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თითოეული მშობელი თუ ამაზე რეაგირებას მოახდენს, მშობელს მიუთითებს, მიწერს და მესმის, რომ შეიძლება რაღაც კონფლიქტიც გამოიწვიოს ამას, რომ სხვის ცხოვრებაში შევიჭრებით, მაგრამ იფიქრეთ, რომ იმ ბავშვის უსაფრთხოებისთვის აკეთებთ ამას და აუცილებლად მიუთითეთ მშობელს. ან როდესაც ხედავთ, რომ ბავშვები ფანჯრებიდან არიან გადმოკიდებული და არ არიან უსაფრთხოდ ან მგზავრობენ და შეუსაბამოა და ისინი შეიძლება მათ სიცოცხლის საფრთხე დაემუქროს, აუცილებლად დარეკეთ სამართალდამცავებს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ამ და ამ ავტომობილში ბავშვები სახიფათო პირობებში მგზავრობენ და ამაზე თუ მოვითხოვთ ჩვენ პასუხს, აუცილებლად ერთ დღესაც მივიღებთ შედეგს, რომ კანონის აღსრულება მოხდება და გამკაცრდება ეს კანონი, თუნდაც მშობლები როდესაც დაგვიდგებიან გვერდით. და მე იმედოვნებ, რომ ისინი აუცილებლად იდგებიან ჩვენ გვერდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს მეც ამის და ამ ჩვენი ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც სწორედ ეგ არის, რომ რაც შეიძლება მეტ მშობელს მივაწვინოთ ეს ინფორმაციები, ეს პრობლემები, ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია და
ისინიც გულისხმობით მოეკიდონ იმ პრობლემებს, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ლანა, ახლა სხვა თემებზე რო გადავიდეთ და ძალიან ამ კანონმდებლობის გარშემო რო არ ვიყრიალოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მე ვიცი, რომ დღეს თქვენ მზად გაქვთ რამდენიმე სამგზავრო სავარძელი, რაც გვინდა რომ აჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს და ვისაუბროთ მათ შესახებ. და მე მინდა რომ ნელ-ნელა გადავიდეთ და დავიწყოთ მათზე საუბარი. დიახ. დაბადებიდან მშობელს შეუძლია გამოიყენოს ზუსტად ასეთი სავარძელი. ეს კონკრეტული მოდელი არის 0-დან 10 კილოგრამამდე, თუმცა ასევე არსებობს 0-დან 13 კილოგრამამდე. 0-დან 10 კილოგრამამდე ძირითადად არის სავარძლები, რომელიც ტრანსფორმირდება და ეტლზეც მაგრდება. და მათი გამოყენება შეგიძლიათ ასევე ეტლზე დამაგრება, ეტლის კონსტრუქციაზე. ასევე ასეთი სახელურის მქონე სავარძლები, რომელიც არ ტრანსფორმირდება და არ მაგრდება ეტლზე, არსებობს 0-დან 13 კილოგრამამდე. ეს არის დაახლოებით 1 წლამდე. ანუ სამშობიაროდან გამოყვანის დროს მშობელმა აუცილებლად და გამოიყენოს ეს სავარძელი და არა ლამაზად გაფორმებული მოსეს კალათები, რომელსაც ხვდებით ხოლმე, იმაზე მეტი ღირებულება აქვს და 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ამ სამგზავრო სავარძლებს, რომლებიც ბავშვის უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი და ის სავარძლები კი ლამაზია, კალათები, მაგრამ ისინი არ არის უსაფრთხო და არ უნდა გამოიყენოთ, რადგან ბავშვი დაუცველია მასში და ვიცით კიდეც როგორც სრულდება ხოლმე ესეთი შემთხვევები. ამიტომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის 90%-მდე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ეს სავარძელი, აუცილებლად და გამოიყენოთ სამგზავრო სავარძელი, აი ასეთი სახელურის მქონე. ამ სავარძელს აქვს თავისი მოხმარების წესი, თუ როგორ უნდა იყოს უსაფრთხო. თითოეული დეტალი ქმნის უსაფრთხოებას 90%-მდე ავსებს ამ უსაფრთხოების წესებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს კონკრეტული სავარძლის თითოეული დეტალი გავასწოროთ და როდესაც ბავშვს ჩავსვამთ მასში, ეს ღვედები, შიდა ღვედები იყოს გასწორებული და არ იყოს ისეთი დაგრეხილი და აუცილებლად უნდა იყოს ეს ღვედები ისეთი დაჭიმული, რომ ბავშვის სხეულსა და შიდა ღვედებს შორის მხოლოდ ერთი თითი გეტეოდეთ და არ იყოს ამაზე მეტად მოშვებული, ან ამაზე უფრო მჭიდროდ, რა თქმა უნდა, ამაზე უფრო მჭიდროდ არ შეიძლება დამაგრება, რომ საფრთხე შეუქმნათ ბავშვს. მაგრამ არც ის არ შეიძლება, რომ ამაზე მეტად მოშვებული იყოს. ზამთარია, ჯერ კიდევ სიცივეა, უფრო სწორად, რომ აღნიშნოთ და ამიტომ ბევრი მშობელი იყენებს ქურთუკს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, არ შეიძლება სამგზავრო სავარძელში ქურთუკით ბავშვის ჩასმა. ეგ კი არა, დიდი ადამიანების და ჩვენ გზავრობაც არ შეიძლება ავტომობილში, როცა ვხედავთ, აუცილებლად გავიხადოთ ეს სქელი ქურთუკები, რადგან უსაფრთხოების ღვედი ვერ უზრუნველყოფს, მაქსიმალურად დაჭიმული არ არის, თუ ჩვენ გვაცვია რაიმე სქელი ტანსაცმელი. ამიტომ ამ უსაფრთხოების ნორმაზე დღიდან სამშობიაროდან გამოყვანისას ვზრუნავთ და რა თქმა უნდა, ამას მშობლებიც ასე ვაკეთებთ, რომ დავიმახსოვროთ ეს წესი, რომელიც უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელური იყოს ამ მდგომარეობაში შუაში და არ გქონდეს გადაწეული იქით ავტომობილში, როცა არის სამგზავრო სავარძელი. რადგან სწორედ ეს სახელური უზრუნველყოფს, რომ თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სამგზავრო სავარძლის ეს სახელური ებჯინება ავტომობილის სავარძლის საზურგეს და ბავშვის სახით არ ხვდება სავარძლის საზურგესთან, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს უსაფრთხო. ეს იმ შემთხვევაში ბოდიშილანა თუ ბავშვი ზის მოძრაობის მიმართულებით, ხო? მოძრაობის საპირისპიროდ. უკანა სავარძელს აუცილებლად ვათავსებთ ამას მოძრაობის საპირისპიროდ და უკვე გვაქვს საქმე უკანა სავარძლის თან მიმართებაში. როდესაც ეს იცავს აი ამ პოზიციაში, აქ კედელივე ხდება ის სავარძელი და ბავშვის სახე აქ არის ტანი და ბავშვი არ გადმოისროლება, ანუ ეს სახელური მას იცავს ამ შემთხვევაში. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ეს სამგზავრო სავარძელი იყოს სახით საბარგულისკენ და არ დავამაგროთ მოძრაობის თანახმად. ძალიან ბევრი მშობელი გვინახავს, რომ ფოტოები გამოგვიგზავნეს და არ ამაგრებს სამგზავრო სავარძელს სპეციალური ღვედით ან აისოფიქსით, რომელიც უფრო თანამედროვე საშუალებაა ამ სამგზავრო სავარძლების დამაგრების. ეს კონკრეტული მოდელი მაგრდება ღვედით და ამის უბრალოდ ავტომობილში ჩადება დაუშვებელია. აუცილებლად უნდა იყოს ეს ღვედით დამაგრებული მოძრაობის საპირისპიროდ. ამის შემდეგ მასში ბავშვი უნდა იყოს სწორად დამაგრებული. ანუ თითოეული დეტალი აუცილებლად დავიმახსოვროთ, გავითვალისწინოთ
და გვინახავს რომ აი ასეთ პოზიციაში აქვს ჩადგმული ანუ სახით თვითონ რომ უყურო მშობლებმა ეს დაუშვებელია. ასევე როდესაც ერთი ადამიანი ერთი მშობელი მართავს საჭეს და ბავშვი უკან არის მარტო აბრუნებენ ხოლმე ამ სამგზავრო სავარძელს რომ სახე დაინახონ. ესეც დაუშვებელია, არ შეიძლება. თუ კი ამ შემთხვევაში ბავშვი ტირის და თქვენ გინდათ რომ დაინახოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ სახეს ხედავდეთ, როგორ პოზიციაშია, როგორ წინავს, აუცილებლად გირჩევთ რომ შეიძინოთ უსაფრთხო სარკე და ყურადღება გაამახვილოთ რომ უსაფრთხო უნდა იყოს სარკე. ანუ ტესტირებული რომ შეჯახების დროს მისმა ნამსხვრევებმა ზიანი არ მოუტანოს ბავშვს. თუ ესეთ ტესტირებული და უსაფრთხო სარკე იქნება, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც მაგდება ავტომობილის სავარცხლის საზურგეზე და შემდგომ შეხედავთ ბავშვის სახეს და აღარ მოგიწევთ ხოლმე ამ სავარძლის შემოbrunება, რაც არ არის უსაფრთხო. და მნიშვნელოვანია ასევე გაითვალისწინოთ, რომ სამგზავრო სავარძელს აქვს ესეთი სტიკერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ტესტირებული. მაგრამ ყველა სტიკერი, რა თქმა უნდა, არ არის სანდო და უნდა გადამოწმოთ, არის თუ არა ეს ნამდვილად ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით ტესტირებული, რადგან ძალიან ბევრი ყალბი სტიკერიც არის დაკრული სავარძელებზე და თუ კი ბრენდს ამ სავარძელს მაგალითად არ აქვს საერთოდ ბრენდის ნიშანი, რომელი ბრენდის სავარძელია და ამ შემთხვევაში თქვენ არ უნდა ენდოთ ესე თვალდახუჭული და თქვენი შვილის უსაფრთხოება არ უნდა ანდოთ ასეთ სავარძელს. და მე სპეციალურად მოვიტანე ეს სავარძელი, რომ მეჩვენებინა ესეთი ცუდი მაგალითი იმისთვის, რომ ნახოთ, რომ ასე ბრენდი არ არის ბრენდი, ნაჩვენები მასზე დატანილი, რომელი ბრენდია, ეს სტიკერიც იწვევს კითხვის ნიშანს, ამ შემთხვევაში თქვენ მოგმართავთ, ჩვენ ვამოწმოთ ეს სავარძელი რამდენად სანდოა, თუ ჩვენ მას არ უწევთ რეკომენდაციას, არ იყენებთ, იმიტომ რომ შესაძლოა ეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უბრალოდ დაიმსხვრეს ან რაღაც ნაწილი დაკარგოს და საფრთხე შეუქმნას პირიქით ბავშვს. აუცილებლად უნდა იყოს სიმულაციები და გამოცდილი უნდა იყოს ეგრეთ წოდებული crash ტესტი, შეჯახების ტესტი უნდა გაიაროს სამგზავრო სავარძელმა და თუ ეს კარგად აქვს გავლილი და რეგულაციებს აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სავარძელი. და ესეთი ტესტირებული თუ არ არის, მაშინ არ გირჩევთ რომ ენდოთ. ასევე მნიშვნელოვანია ის დეტალი, რომ ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ეს სავარძელი იმდენად ჩაღრმავებულია, რომ ბავშვები რაღაც არაკომფორტულად არიან. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და ამის არგუმენტი ის არის, რომ ამ სავარძელებზე მუშაობდნენ ფსიქოლოგები, პედიატრები და სავარძელები ერგონომიულია, გათვლილია ახალშობილის საჭიროებებზე და ზუსტად ეს ჩაღრმავება არის საჭირო იმისთვის, რომ ახალშობილი იყოს უსაფრთხოდ და კომფორტულად. ძალიან ბევრი გვინახავს, რომ ამატებს პლედს, ან აი ესეთ მსგავს რაღაც ქსოვილებს, ესეთ ათავსებს და შემდეგ სვამს ბავშვს. ეს ყველაფერი არის დაუშვებელი, არ შეიძლება სამგზავრო სავარძელს რა ნაწილიც მოყვება, მასთან ერთად უნდა გამოიყენოთ და არ უნდა დაამატოთ მას რაიმე დეტალი, არც შიგნით, არც გარედან. არ შეიძლება ამაზე სათამაშოების დამაგრება, არ შეიძლება ამ ღვედებზე საწოვარას დამაგრება, აუცილებლად საწოვარა ბავშვს უნდა ქონდეს თავის ტანსაცმელზე, რადგან მაშინ ეს ღვედები არ იქნება უსაფრთხო და ან ვერ დაიცავს ბავშვს კონკრეტული საჭიროების დროს. ახლა კი ვისაუბროთ 0-18 კილოგრამ სამგზავრო სავარძელზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე რა თქმა უნდა დაბადებიდან, მაგრამ გირჩევთ რომ იმ სავარძელით დაიწყოთ და შემდეგ უკვე გააგრძელოთ გადასვათ ბავშვი 0-18 კილოგრამ სამგზავრო სავარძელში. ეს სამგზავრო სავარძელი რა თქმა უნდა შედგება სხვადასხვა დეტალისგან, რაც მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი იყოს გასწორებული, ეს ღვედები იყოს სწორად დაჭიმული და ახლა გაჩვენებთ სერტიფიკატს, რომელიც არის სანდო. აქ გვაქვს ესეთი ნიშანი. მინდა ახლოს მოვიტანო რომ გაჩვენოთ კარგად. ევროკავშირის რეგულაციების თანახმად არის ტესტირებული და აკმაყოფილებს ევრორეგულაციებს. ამიტომ შეგიძლიათ ამ სავარძელს რა თქმა უნდა ენდოთ და ასეთ სავარძელებს, როდესაც იცით ბრენდი, არ დავასახელებ ბრენდს რომ არ იყოს რეკლამა და ჩვენ არ ვუწევთ არანაირ რეკლამას არც ერთ ბრენდს და არა ვართ მათ მიმართ სუბიექტურად განწყობილები, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და სანდოობა და სერტიფიცირება, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ ვაქცევთ ბრენდს მნიშვნელობას და ყურადღებას. ამიტომ ასევე მოუწოდებ მშობლებს, რომ არ შეიძინონ სავარძლები ისეთ მაღაზიებში, სადაც სამგზავრო სავარძლების ბრენდებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი
ჩნდება ხომ არ არის ის ჩინური წარმოების და ასე შემდეგ. აუცილებლად მოგწერონ თუ ჩვენ ვენდობით და იდენტიფიცირებული გვაქვს სავარძელი, მაშინ რეკომენდაციას გავუწევთ. თუ ჯერ არ ვიცით იმ კონკრეტული მაღაზიის შესახებ, აუცილებლად გამოვიკვლევთ და შემდეგ მივცემთ რეკომენდაციებს. მე ახლა მინდა რომ გაჩვენოთ 15-16 კილოგრამის სამგზავრო სავარძელი, რომელსაც 5 წლის ასაკიდან ვიყენებ მე, რადგან ჩემი შვილის წონა და სიმაღლე უკვე აკმაყოფილებს ამ სავარძელისთვის საჭირო მონაცემებს და სწორედ ამიტომ ვიყენებ ამ სავარძელს. თორემ ჩვენ სხვა დროს მშობლებს ურჩევთ ხოლმე გამოიყენონ 9-36 კილოგრამი და არა 15-36, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ბავშვის სიმაღლე და წონა და ასაკი, რა თქმა უნდა, რომ გადავწყვიტოთ რომელი სავარძელია მისთვის შესაბამისი. ამ სავარძელს აქვს საზურგე, რომელიც იცავს ხერხემალს და იცავს თავს. რატომ აქვს ეს წითელი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს წითელი რისთვის გამოიყენება ეს სამაგრები. რადგან ეს არის ასამაღლებელი ბალიში, საზურგის მქონე ასამაღლებელი ბალიში, ბავშვის სიმაღლე ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ, რომ ავტომობილის ხვედი აქ რომ გატარდეს, მიუხედავად ამაღლებისა, რომ ავამაღლეთ ბავშვის აი ამ სიმაღლით, მიუხედავად ამისა, ავტომობილის ხვედი ბავშვს მაინც კისერთან აქვს მიბჯენილი. სწორედ ამიტომ ავტომობილის ხვედს გამოვატარებთ აი ამ წითელ სამაგრში და დაიჭერს ეს ხვედს და ამის შემდეგ უკვე მკელთთან ხვდება ხვედი და არა ყელთან, კისერთან, როგორც ამაზე წეღან ვისაუბრეთ. უკვე როდესაც შევამჩნევთ, რომ ბავშვი სათანადოდ გაიზარდა და აღარ ჭირდება ეს წითელი დამჭერები, შემდეგ შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ ასეთ პოზიციაში პირდაპირ დავამაგროთ. მაგრამ 8 წლიდან შეგიძლიათ უკვე საზურგე მოხსნათ და გამოიყენოთ როგორც ასამაღლებელი ბალიში. 12 წლამდე აუცილებელია რომ ბავშვი იჯდეს სამგზავრო სავარძელში და კონკრეტულად ესეთი მოდელები შეგიძლიათ. ჩვენ 8 წლამდე არ ურჩევთ მშობლებს რომ საზურგის გარეშე გამოიყენონ ასამაღლებელი ბალიში, რადგან აუცილებელია სწორედ ეს დამჭერები, რომელიც ღვედს სათანადო ადგილას გაატარებს. ასევე მინდა განახოთ რომ ეს სავარძელიც არის სერტიფიცირებული, სერტიფიკატის შესახებ, რომ ეს ევროკავშირის რეგულაციებს აკმაყოფილებს, მითითებულია და სავარძელები ასევე დატანებულია, როგორ დაამაგროთ და ასე შემდეგ. ასევე სავარძელებზე არის ინფორმაცია მისი გამოშვების წლის შესახებ, რომ ჩვენ ვიცით და მშობლებს ვაწოდებთ ინფორმაციას და უკვე ჩვენ საზოგადოება მიცის, რომ სამგზავრო სავარძელებს ისევე როგორც პარფიუმერიას და სხვა რაღაც პროდუქტებს აქვს ვადა. მათი ვადა არის 6-დან 9 წლამდე ძირითადად და ამ ვადის გასვლის შემდეგ არ ვურჩევთ იმას, რომ გამოიყენონ სავარძელი. ის ნელ-ნელა წყობიდან გამოდის, რაღაც ნაწილები ზიანდება, ამას ჩვენ თვალით ვერ ვამჩნევთ, მაგრამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდეგ ბავშვს. ასევე არ უწევთ რეკომენდაციას მეორეულ სამგზავრო სავარძელს და თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ შეიძლიათ მეორეული სამგზავრო სავარძელი, აუცილებლად უნდა ეკრას თითოეული ეს სტიკერი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ვადა, არ უნდა იყოს დაზიანებული, არ უნდა იყოს ცუდ პირობებში შენახული და აუცილებლად უნდა ახლდეს თან დოკუმენტი. მე თქვენ ახლა გაჩვენებთ ამ დოკუმენტს, რაც აუცილებლად მნიშვნელოვანია. აი ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოჰყვება სამგზავრო სავარძელს. და მშობლები ხშირად ამ დოკუმენტს არ ინახავენ და შემდეგ წერენ, რომ აი როგორ მოვიქცე, როგორ დავამაგრო, როგორ გავრეცხო და კითხვებზე პასუხები არის აქ. როგორ დაამაგროთ, როგორ გამოიყენოთ, როდის გასდის ვადა და როგორ გაწმინდოთ და გაასუფთავოთ იგი. ზოგი მწარმოებელი უფლებას გთავთ, რომ ეს მოხსნათ ეს ზედაპირი და გარეცხოთ, ზოგი მწარმოებელი კი ამბობს, რომ არ შეიძლება, რადგან ზიანდება ამ შემთხვევაში ქსოვილი და უბრალოდ უნდა გაწმინდოთ სველი ტილოთი. ამიტომ შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს ამას ბევრ მშობელში, რომ ყველა დეტალს ასე ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ თითოეული ეს დეტალი ქმნის უსაფრთხოებას. ამიტომ აუცილებლად უნდა შეინახოთ ეს დოკუმენტი, სადაც ყველა კითხვაზე იპოვით პასუხს. მაგრამ თუ მაგალითად რომელიმე ენა არ იცით, ესეც არ არის ტრაგედია, გადაიღებთ ფოტოს, გამოგვიგზავნით და ჩვენ უკვე გეტყვით, რა წერია ამ დოკუმენტში და რა უნდა გამოიყენოთ და ასე შემდეგ. ამას ასევე აქვს სიმაღლის ლიმიტი, რა დროს უნდა ასწიოთ თავის
საზურგე რომ ეს თავთან იყოს თავის დამცავი ბალიშები, თავი მათ შორის იყოს მოქცეული, ანუ ყველა კითხვაზე პასუხი აქვს ამ დოკუმენტს, რომელიც მორგებულია კონკრეტულად თქვენი სავარძლის საჭიროებებს. ესეც უნდა ვთქვათ რა, წეღანი ითქვა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ თქვენ არ ეწევით რომელიმე კონკრეტული ბრენდის რეკლამას, ანუ თქვენი კომპანიის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ პოპულარიზაცია მოახდინოთ ზოგადად სამგზავრო სავარძლის და უსაფრთხო მგზავრობის და ამიტომ ეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამას, რომ თქვენ რომელიმე კონკრეტული ბრენდის რეკლამას არ ეწევით. უბრალოდ ესეთი კითხვა გამიჩნდა, თქვენ ახსენეთ, რომ ევროპიდან შემოტანილი ან ჩინეთიც ახსენეთ იქნა შემოტანილი რომელი ქვეყნების წარმოებული სავარძლები არის უფრო ჩვენს ბაზარზე საქართველოში. ეხლა არ მინდა ვთქვა რომელი უფრო უსაფრთხოა, მაგრამ აი რომელს უფრო გაუწევდით რეკომენდაციას ამერიკიდან, ევროპიდან, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ამერიკასა და ევროპას ცოტა განსხვავებული რეგულაციები აქვს ზოგადად ბავშვებთან მიმართებაში, ხო, როგორც ვიცი. ამაზეც რო ვისაუბროთ, აი რომ სად უფრო უსაფრთხოა ბავშვი მაგალითად ამერიკაში თუ ევროპის რეგულაციებით, იმიტომ რომ აქაც ვიცი რომ განსხვავებულია სტატისტიკა. აი ამ საკითხებზე რო ვისაუბროთ და სადაური ბრენდები, სადაური წარმოების სამგზავრო სავარძლები რეკომენდებულია, ან რა არის ჩვენს ბაზარზე, ამაზე რო ვისაუბროთ ცოტა. რაც შეეხება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის რეგულაციები უფრო უსაფრთხო მგზავრობს ევროკავშირის რეგულაციების თანახმად შექმნილ სავარძელში ბავშვი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციების თანახმად შექმნილ სამგზავრო სავარძელში. რადგან ევროკავშირის რეგულაციები უფრო მკაცრია და ხდება სხვადასხვა სიმულაციების თანახმად შემოწმება, ეს იქნება გვერდითი შეჯახება, წინიდან შეჯახება სამგზავრო სავარძელზე და სხვადასხვა წესით გამოიცდება. ასევე არის დამოუკიდებელი ორგანიზაციები, AutoBuild ADAC, რომელიც ასევე ამოწმებს სამგზავრო სავარძლებს. ADAC არა მარტო გამოცდის ამ სამგზავრო სავარძელს გვერდითი შეჯახების დროს, ან მხოლოდ გვერდიდან, არამედ ორივე შეჯახების დროს გამოცდის. ანუ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ სამგზავრო სავარძელი მაქსიმალურად შემოწმებულია და უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იქმნება უსაფრთხო სავარძლები, მაგრამ ძალიან ბევრი თანამედროვე ბრენდი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც უსაფრთხოა, იყენებს ევროკავშირის რეგულაციების თანახმად შექმნილ წესებს და ამის მიხედვით აწყობს უკვე სავარძელს. ევროკავშირის ქვეყნებში უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი ბავშვთა გარდაცვალების ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ამიტომ ძალიან ბევრი კომპანია გადაეწყო ევროკავშირის რეგულაციების თანახმად ამზადებს სამგზავრო სავარძლებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსხვავდება დამაგრების მეთოდებიც. თუ ორმხრივი ხედით ვამაგრებთ 0.13 კილოგრამ სამგზავრო სავარძელს ევროკავშირის რეგულაციების თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ მის ქვედა მხარეს ვამაგრებთ. ანუ ესეც კი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტზე მეტყველებს ევროკავშირის რეგულაციები. და ასევე ევროკავშირის რეგულაციები გვეუბნება, რომ 4 წლამდე ბავშვი უნდა იჯდეს სახით საბარგულისკენ და არა მარტო 4 წლამდე, რაც შეიძლება დიდხანს, უნდა იჯდეს სახით საბარგულისკენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ბავშვი სახით საბარგულისკენ 2 წლამდე ზის. რა თქმა უნდა, ესეც უსაფრთხოა და სიხარულით მივესალმებოდი, რომ საქართველოში 2 წლამდე იყენებდნენ და არა 6 თვემდე და 1 წლამდე, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გამოვიყენებთ სახით საბარგულისკენ დავსვამთ ბავშვს, მით უფრო უსაფრთხოა. ამიტომ ვემხრობით მაინც ევროკავშირის რეგულაციებს და მივიჩნევთ, რომ სულ ცოტათი უფრო უსაფრთხოა ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების. საქართველოში სახით საბარგულისკენ გინახავთ, მე არ მინახავს არავინ. ანუ მე შეიძლება თქვენ გინახავს საქმიანობიდან გამომდინარე, მე არ მინახავს არავინ, არც მსმენია საერთოდ ამის შესახებ. 0.13 კილოგრამის სამგზავრო სავარძლები ძალიან ბევრი მინახავს და რაც დავიწყეთ ეს კამპანია, რომ სახით საბარგულისკენ უფრო უსაფრთხოა, 5-ჯერ უსაფრთხოა მისი კისერი და თავი უფრო უსაფრთხო დააქვს ბავშვს, ძალიან ბევრმა მშობელმა შემოაბრუნა სამგზავრო სავარძელი და ძალიან პარია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. როდესაც შეიძინეთ სამგზავრო სავარძელი, მას აქვს დაშვებული ნორმა, აი ამ დოკუმენტში წეგანაც ვაჩვენე, წერია, რომ რა წონამდე უნდა იყოს ბავშვი სახით საბარგულისკენ ამ სავარძლის საშუალებით. თუ ამ სავარძელს წერია, რომ 13 კილოგრამამდეა დაშვებული, მაშინ ჩვენ ამ სავარძელს ვერ შემოვაბრუნებთ უფრო დიდი ხნით, რადგან წარმოებელმა ნება არ დაგვრთო ამის. ამიტომ რაც შეიძლება დიდი ანუ 18 კილოგრამამდე არის ახლა მისაწვდომი და როდესაც ყიდულობთ სავარძელს 18 კილოგრამამდე რომ მაგრდება სახით საბარგულისკენ, ასეთი შეიძინოთ, რადგან ეს დაახლოებით 4 წლამდეა. სწორედ იქამდე სანამდე ჩვენს რეკომენდაციას ვაძლევთ.
თუმცა ახალი რეგულაციების თანახმად წონით არ განისაზღვრება სახით საბაგულისკენ, სწორედ ამიტომ არის ეს ახალი რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც უფრო დიდხანს ზის ბავშვი სახით საბაგულისკენ მნიშვნელოვანი ამ რეგულაციების თანახმად და სიმაღლის მიხედვით განისაზღვრება სახით საბაგულისკენ ჯდომა. ანუ უფრო დიდი ხნით გვაძლევს საშუალებას, რომ ბავშვი იჯდეს სახით საბაგულისკენ. საკმაოდ საინტერესოა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო საუბარი იყო ახლა ეს ლანა, ძალიან ბევრი საკითხი შევეხეთ. თუ არ გაქვთ რამე ისეთი კიდე რისი დამატებაც გინდათ რომ სანამ დავიმშვიდობებთ ერთმანეთს? დიდი მადლობა თქვენ, რომ ასე დრო გამონახეთ, დაგვითმეთ ამ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრა, ბავშვთა უსაფრთხოებაზე და დამატებითი კითხვებისთვის თქვენ სწორად აღნიშნეთ, შეუძლიათ უკვე დაგვიკავშირდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც უნდა იცოდნენ და ამ ერთი ვიდეოთაც კი და განგრძობითაც რომ ჩავწეროთ, შეიძლება კიდევ რაღაც კითხვა იყოს, რომელზეც მე ახლა ვერ ვისაუბრე ან შემდეგ რაღაც ვერ ამოვწურო. ამიტომ თქვენ თითოეული ადამიანის შემთხვევა თქვენი სამგზავრო სავარძლის შესახებ მოგწერეთ უკვე იორ ქარსეთის გვერდზე და ჩვენ გავცემთ პასუხს თქვენს კითხვებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ლანა, დიდი მადლობა დაგემშვიდობებით, დავემშვიდობებით ეს მოთხრობას. დიდი მადლობა რომ გიყურეთ.